რამდენად მწვანე ქალაქია თბილისი? აბსოლუტურად არ არის, აბსოლუტურად. არავით არის მწვანე. არაფერი არ არის, სადაა მწვანე? აი, კიროვის ბაღი ერთი, რომელიც შეჭამეს, დააშენეს, დაანგრიეს, გადაყლაპეს. სადაა თქვენ ხედავთ მწვანეს, რა? ნუ, ესე იგი ალბათ ამაზე არ ფიქრობს არავინ, არც მოქალაქე, არც მთავრობა, არავინ არ ფიქრობს, რომ გამწვანდეს რაღაცა, ხელი შეუწყოს, არავინ არ ფიქრობს. ხო შეიძლება მთავრობა არ ფიქრობდეს ამაზე. აი მე მაგალითად, მეც სამაშავე ვარ. ერთი ხედა ორ გამ ორი ხედა რაღაცა გავაკეთო, ხო შეიძლება რა? არა, ნუ ჩვენ შეტყობა არ დევს ეს, არ არის, რომ უნდა გავამწვანოთ, უნდა იყოს მწვანე ქალაქი. მე მახსოვს სამკავშირის დროს თბილისი იყო მე რაღაცა ადგილზე და ვარ ნამყოფი რამდენიმეჯერ დონეცკში. სადაც დინარი არ არის საერთოდ. გადარეული ვიყავით ყველა პრაქტიკაზე დავდიოდით, სპორტიდან დავდიოდით რაღაცა და ისეთი მწვანე ქალაქი იყო და რა ფერ ახერხებთ ამაზე? ჩვენ თუ ვაკეთებდო ხალხი ამაზე. არავინ არ ფიქრობს ამაზე. ძნელია მაგ თემაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ თუ სურვილზეა რასაკვირველია, უფრო კარგი იქნება, რომ უფრო მწვანე იყოს და უფრო მოვლილი იყოს და სუფთა იყოს და უფრო ყურადღება მისაყვალე. ხოთშორის წინვალე ქალაქია მაგ თვალსაზრისით, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ვიღაცები ისეთ ადგილებში, სადაც მწვანე ხეებია, ახერხებენ როგორღაც ჭრიანი ხეებს და აგებენ სახლს. აი ძალიან ცუდია ეგ. აი ეს რაღაცებს აკეთებენ ფულით. ეგ არაფერს არ გავს. თუ ისე თბილისში ყოველთვის იყო მე დაბადებული ვარ და გაზრდილი ვარ თბილისში. მე არ მომწონს პლეხანოვის პროსპექტი რომ მიჭრეს, მოჭრეს და სახიჭრეს. პლეხანოვი ძალიან კარგად იყო, არ ჭირდებოდა იქ დაჭრა იმ ხეებისა. შეიძლება შეიკრიჭათ და ისე არა რომ გაკრიჭეს. ვერაფერს ვერ გეტყვით. არ არის მწვანე ქალაქი, გაჩეხილია ყველანაირად. აი მარტო აქ ვისვენებ, დანარჩენი თბილისს ვერ ავცნობ. ანუ ისურვებდით მეტი სიმწვანე? რა უნდა, მეტი კი არა, რა იყო და რა არის. ნახევარიც არ არის იმის. რაც იყო. მე თბილისელი ვარ და ვერ ავცნობ თბილისს. ანუ თქვენ გახსოვთ ალბათ გასულ წლების თბილისი და დღევანდელი და როგორ შეადარებდით? მინუსი, სულ მინუსებში. შედარება არ არის. გაჩადაგებულია თბილისი. აი მარტო აქ ვისვენებ, მარტო აქ არის სიმწვანე. მეტი არსა, სულ გადახრება ჩვენ კი სადაც მე ვცხოვრობ იქითკენ, მოსკოვის პროსპექტზე დაფრე. აი ეს კი ბალახი არის ყვითელი. სულ აი ჩალაბულაა სულ. გადაყვითელებულია, გადამხმარია ყველაფერი. და ხეები აღარ არის, სად არის ხეები? ბაკის პარკში მეშინია შესვლა. ზოგადად გამწვანებული, მაგრამ უფრო მეტად კარგი იქნება მეტად გამწვანებული თუ იქნება. ვიცით რა არის, ძალიან გაიკაფა, მაგრამ ადგილები არის, სადაც შემორჩენილია და ასე თუ ისე ჯერჯერობით გშველის და ცოტა ხანში რა იქნება, კაცმა არ იცის. 100%-დან ალბათ 40% არის მწვანე. არ არის საკმარისად მწვანე. არ არის ბევრი პარკები და სკვერები. ქალაქში იმდენი კორპუსი შენდება, რომ აღარ არის ხეები. რა ვიცი, ნაკლებად ალბათ, იმიტომ რომ კორპუსები უფროა თბილისში, ვინმე სიმწვანე. რა ვიცი. დაპირებებს რო შეასრულებენ, გამწვანდება. მილიონი არ გვინდა. 100,000 ხეც კმარა. ვერ ვიტყოდი, რომ საკმარისად არის სიმწვანე. და თქვენ ეზეთ რატომ რა უშლის ხელს? უფრო მეტად შენებლობების სიხარბე ალბათ. სხვა მიზნით გამოყენება ტერიტორიების. ნაკლებობა სიმწვანის აშკარად. მე მგონი ყველამ ერთად უნდა ვიცოდეთ, რომ მაქსიმალურად გავამწვანოთ და მოუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს. არ არის საერთოდ მწვანე ქალაქი. ჯერჯერობით თბილისი ცუდ მდგომარეობაშია სიმწვანის მხრივ, რადგან მილიონი ხე რო დაირგო, აყვავდა ქალაქი და ეხლა გამოსწორდა რაც დაირგო, მაგრამ თორე ისე ცუდ მდგომარეობაში იყო აქამდე, სანამ დაირგვებო. ეხლა კარგი მდგომარეობაა. დღეს მე მგონი ქარი იყო და მაგის ბრალი იყო, დღეს თელი დღე სიო იყო და ბევრი ჟანგბადს გრძნობთ ხალხი. საკმაოდ რა ვიცი ხა. საკმაოდ აკლია, გამწვანიანება უნდა. და რატო არის მიზეზი ხო ვერ გეტყვი? ნუ რა ვიცი, უყურადღებობა რა. კი გავენ, მაგრამ მე იმას ბოლომდე მიყოლა უნდა, ხო? ცოტა კიდე ჭირდება. რომ გადამწვანებული იყოს, რომ კარგად გამოიყურებოდეს. სველი თბილისო დადგეს. კი, ცენტრალურ რაიონებში კი კარგად არის გამწვანებული, მაგრამ ახლა გარეთ არ ვიცი რა.
მწვანე არის, მაგრამ ამდენად როგორ გითხრათ, შეიძლება რომ უფრო იყოს კიდე. Вроде зеленый. Не знаю. Вроде нормально за озеленение, вполне нормально. რა ვფიქრობ, რომ მწვანე ქალაქი არის, ლამაზი ქალაქია და რა ვიცი. კიდევ თუ გამწვანდება და მოვლით თბილისს უკეთესი იქნება.